გნოსტიციზმი უძველესი სულიერი და ფილოსოფიური სწავლებაა, რომელიც სამყაროს ტრადიციული რელიგიებისგან სრულიად განსხვავებულად აღწერს. ის არ არის წმენაზე, არამედ ცოდნაზე საუბრობს, არა მორჩილებაზე, არამედ გამოღვიძებაზე. სიტყვა გნოზისი არ ნიშნავს რწმენას, არამედ ჭეშმარიტების პირდაპირ აღიარებას საკუთარ თავში. გნოსტიციზმს ჰყავდა და ჰყავს მიმდევრები: ვალენტინუსი, ბასილიდე, მარკიონი, პარაცელსი, კარლ გუსტავ იუნგი, ჰანს იონასი და სხვადასხვა ეპოქის მისტიკოსები, ფილოსოფოსები. ეს სწავლება არ გამქრალა, ის დევნილი და აკრძალული იყო, რადგან არ წარმოადგენდა ადამიანებზე ძალაუფლების მექანიზმს, მორჩილებას, არამედ აღადგენდა ადამიანებისთვის შინაგან თავისუფლებას. გნოსტიციზმის თანახმად, ყველაფრის დასაწყისში არსებობს აბსოლუტი, ჭეშმარიტი ღმერთი. ის ფორმის, სახელისა და ხატის მიღმა. ეს არის სუფთა ცნობიერება, სინათლე და არსებობის სისავსე, რომელსაც გნოსტიკოსები პლერომას უწოდებდნენ. აბსოლუტი არ განსჯის, არ სჯის, არ მართავს შიშით, არ მოითხოვს თაყვანისცემას, ის უბრალოდ არსებობს და მისგან მოდის ყველა ცოცხალი არსება. აბსოლუტიდან მომდინარეობს ცნობიერების გამოვლინებები, ემანაციები. ერთ-ერთი მათგანია სოფია, ღვთაებრივი სიბრძნე. სოფია ცდილობდა წყაროს უშუალოდ შეცნობას, პლერომის სავსებობის და თანხმობის გარეშე. ამ ძიებაში მოხდა რღვევა და დაიბადა დამახინჯებული ქმნილება. ეს ქმედება არ იყო ცოდვა მორალური გაგებით, ეს იყო გადახრა მთლიანობიდან, სურვილი ცოდნის აბსოლუტის გარეშე. ამ დამახინჯებიდან წარმოიშვა დემიურგი, მატერიალური სამყაროს შემოქმედი. მან შექმნა ადამიანის სხეული, მაგრამ ვერ შეძლო ღვთაებრივი ცნობიერების შექმნა. აბსოლუტის ნაპერწკალი ადამიანში სოფიას მეშვეობით შევიდა. ამის გამო ადამიანი თავის შემოქმედზე მაღლა მდგომი არსება გახდა. და სწორედ ეს არის ის, რასაც დემიურგი ვერ აცნობიერებს. ის არ იცნობს აბსოლუტს, თავს ერთადერთ ღმერთად თვლის, ქმნის ფორმის, მატერიისა და მკაცრი კანონების სამყაროს. მასთან ერთად მოქმედებენ არქონტები, წესრიგის კონტროლისა და ილუზიის ძალები. ესენი არ არიან აუცილებლად პირდაპირი გაგებით არსებები. გნოსტიციზმში ისინი ხშირად გაგებულია როგორც გონების კონტროლის პრინციპები, კანონები და სტრუქტურები. ამგვარად ჩნდება სამყარო, კვრივი, ორმაგი, განცალკავებასა და შიშზე დაფუძნებული. გნოსტიციზმის ცენტრალური იდეა მარტივია: თქვენ არ ხართ ცოდვილი, თქვენ არ ხართ გადახილი. თქვენ დაგავიწყდათ. გნოსტიციზმი გვასწავლის, რომ გათავისუფლება მოდის არა შიშით და ბრმარწმენით, არამედ გნოზისით, შინაგანი ცოდნით, გამოღვიძებითა და ცნობიერებით. ეს არის გზა ილუზიის ჭეშმარიტებისგან გარჩევა, საკუთარი ძალის დაბრუნება, საკუთარი ღვთაებრივი ბუნების გახსენება. თავი გზავნილი არ დავუთმოთ ჩვენი ძალა-გარე სისტემებს, ვეძებოთ პასუხები შიგნით და არა გარეთ. ეს არის არა თაყვანისცემის, არამედ გამოღვიძების გზა, არა რწმენის, არამედ ცოდნის, არა მორჩილების, არამედ შინაგანი თავისუფლების.